როგორც სიუჟეტით უკვე მიხვდით, დღეს ჩვენ შევწვავთ მწვადს, რომელსაც აგებუნებთ და ცუც არ ვიტყვით არა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. როგორც არ უნდა იყოს. როგორც არ უნდა იყოს. თლად რომ ვეტერინარმა გააცოცხლოს, მეც არ ვიტყვით ცუც რა. თან გვექნება ბოსტნეულიც, რომელიც არეტევა. ბოსტნეულიც, არეტე. მოდი, ეს აღარ გვინდა და ეს ბოსტნეული გავუშვათ პირდაპირ რა. კაი, მე ამათ შემანსობ. ადი აგენ დავდოთ აქეთ გამოვაჩინოთ. საზოგადოებამ ნახავს რა მდიდრები ვართ, რამდენიმე ვიყიდეთ. გვაქვს ყაბაყი, ეს რა. ყაბაყი, ბადრიჟანი, კარტოფილი. ბევრი კარტოფილი მომივიდა ბოდიშით, თანმიმდევრულად მიყვეთ ყველაფერს. ეს ანივარგებს. კაკახვანდები. აბა, დღეს თავარია ხელში არ მომირთვა. დღეს ჩვენ გავაკეთებთ ნიგზიან ბადრიჯანს. იქით კიდე რა არის, უკვე გამზადდა ვერცხალებს გვაქვს და შეგვიძლია ნელა გადავიდეთ რა. თან მოვუყვეთ პატრიციონულ საზოგადოებას, საიდან მოგვივიდა ვაფშე ეს იმეილი. გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. ეხა მოგიყვეთ. ხო. თუ გინდათ რომ მოისმენოთ ჩვენი ისტორია, საიდან დავიწყეთ არხის შექმნა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ, დაგვიტოვეთ კომენტარები და წამ გადავიდეთ თან ახლა გვერდზე აუდიტორიაში და დავიწყოთ ნელა წვადაობა. მდენია, ბიჭო, მეორე პარტიის დანთება მოგვიწევს, კიდე სი? ეს შენ შეწვი და დავაჯიბროთ რომელი? დავაჯიბროთ. მე გავსინჯავ შენ გასინჯი ჩემ. ბაზარი არა. დავაკონკრეტოთ რეებს სინჯავთ. და დავაკონკრეტოთ მაინც რეებს სინჯავთ, ხალხს რამეს ხო არ ეგონოს? ბადრიჯა. ეგ შენ ცოტა მაგას. if. ეხა შეგვიძლია მოვყვეთ საიდან დაიბადა იდეა YouTube არხის გაკეთების. მოკლედ, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჭამა მეც ძალიან მიყვარს და პატივცემულსაც. კაი, მე რა მეტყობა ნაჭამი. კიდევ რა ვიცი რა, სულ რაღაც 15 წლის ვიყავით რომ 20 სალ ხინკას თავში კუჭებით ვაყუმბარებდით. ხო და შემოგვაწოდეთ თუ მარილი. ეს არის გემოების გამხსნელი, მთავარი გამხსნელი. ერთ დღეს გადავწყვიტეთ რომ ხალხზე გაგვიზიარებინა ჩვენი აზრად, რა თუ აფერი. იმედია ვიღაცა სახანდროს არ გამოგვიძახეს. საიდან მოდის თვითონ სახელი მერული ვაიბები შემთხარი. ნეტა რას უნდა ნიშნავდეს? არ ვიცი, ალბათ ვერ მიხვდებოდით რომ ჩვენ თბილისში დაბადებული გაზდილები ვართ, იქან ვაკის ასახოვთან დავიბადეთ. მე ვარ გურული. და მაგიტო ქვია არხს მერული ვაიბები. ვართ იმერელი ბიჭები, კერძოდ. ქალაქ წყალტუბოდან, რომელიც არის ულამაზესი ადგილი. შეგიძლიათ გვეწვიოთ, ჩვენ სახელი ახსენეთ იქ ყველგან კარგად მიგიღებენ. ხო. თან კოიკას ვაქირავებთ. აი 20 ლარი 20 იაფია გას 50 იყოს რა ჩვენ სახელი სადაც პრომო კოდი გამოიყენოთ იმერული ვაიბები და წყალტუბო პლაზაში მიდით პრომო კოდი გამოიწვიეთ საწოლი ოთახი 20 ლარი თქვენ გამოგაქვთ 50 ლარს ასეთ შეღავათით წარგებლობთ ჩვენ გამოდი შემწვას მიხედი ახეთ მოიცა კაცო ეს ჩავაგემოვნოთ წვასთან ერთად არ გამომიჩინე იგი სპონსორი ჩვენს გამომწერებს გამომორჯოს ახლა ზოგიერთ კომპანიას თავში ჭკუა რო ქონდეს აქ თავის სახელი ეწერებოდა რა მაგრამ აბა რა თქინდა კარგია დღეს თელი დღე არაფერი მიჭამია შია ძალიან ამიტომ იმედი ამის შეჭმის შემდეგ ხვალინდელი დღეც კარგად გათენდება რაია ჩამოკონციანებული აი მასავი ჩეჩო პატარა წესიე ვიშიან სვე კონციალოს მაგის დედაცვატირე გეც არ ჩემ ცობაში ვარ გიხარ არაფერში არ ვარ გიხარ განიცი ახლა მე რა შენ ცობაში ვარ გივარ და ჩვენ ახლა ვისხამთ ვალენტინოს დუხს რომელსაც აქვს ძალიან გამყოლი სული და შეიძლება ერთი კვირა აღარ დაგჭირდეს იტალიაში ვიყიდეთ სხვათა შორის რომში რა არის ჩვენი სამომავლო გეგმები მოკლედ რო უთხრათ გავხდეთ ცნობილი იუთუბერები გავიდეთ საზღვრებს გარეთ არა ხაშურში ჩევიდეთ კიდე ხაშურში რამინ ის გამოვთვი ხაშურს და იმას ჩვენი ესე ვთქვათ ხან მოკლე გეგმა არის მინიმუმ 10000 გამოწერი 10000 გამოწერი რას პირდებით ახლა ხალხს რას პირდებით და კაი საჭმელებს რომელსაც შევჭამთ და თვითონ გიყურებენ გავაკრიტიკებ უკრძოებულები არ ვიქნებით რა თქმა ნახე ბექსტეიჯი როგორ დამშევლად უყურებენ ეს ჩვენ საჭმელია სულ რა თქვენ მაქსიმუმ შამპური არა სუნი კარგია სამწუხაროდ არ შეგვიძლია ვიდეოში აღწეროთ მოვიტანოთ თქვენამდე როგორი სუნი აქვს მაგრამ გვენდეთ რომ კარგი სუნი აქვს რა ესე დადი რა ჭირდება კარგი მწვადს ბატონო გიგი მე მწვადე კაი მე მწვადე რა შეწოს კარგი ხორცი თუ არა გაქვს
რა რეკლამა მიცა სიმონ? კარგი ხორცის პროდუქტების კომპანია რა, რაღაცა გამოვანათებდით. ახლა უცებ გაყიდა ტავარი მთლიანად. არ უნდათ, ვიზი, არ უნდათ. მეტი არ უნდა ამას, შეიწვა იგი. ეგა, ჩამოყარა. ჩამოყარა, გაიცხელია რა. მიდი. კაი ლუდი. ისე კაი ღვინო. კაი მწვავს უხდება, ხახვი რა. თან შიგნით რო ჩაითუშება, ეს რადგან ცხელია ახლა, შიგნით ჩაითუშება, ვაფშე გემრიელი იქნება რა. დავჭი. გიგი, ნუ გეჩი. ნახე რა რახიტიანია, ხორცის ვერა ან. The other day. I don't know, I'm kind of scared. There you go. კენდა კონკურენტი გამოგიჩდი რა. შენ ხარ გიგი ჯენერი. აბა, გვარს მაგის გამოახამე არ გადავიკეთებ. მოურიოთ, რომ გემოები გაიხსნას და მე პირში გვეთამაშოს. ნახე რა, კაიხმა. თამაშზე ხარ გადას. სანამ წვადი იქნება, მამდე ხახვით ავყროლდეთ. ჩიფსის ტესტი ჩააბარა ხრაშუნებს. თუ რა ცუდია. დავიდეთ საბოლოო ნაწილზე. მე მგონი ამ პროცესში ყველაზე კარგი ეს ნაწილია. გამაგარია. ბოსტნეული ხوار დავაგებუნოთ. წვადი არის ძალიან კაი. რაც მინდა ბოსტნეული ხორციდებს აგერ. ეს ცოტა უმნია. მაგარი. თქვენ გაკეთებულია, მაგრამ მან შევაფასოთ ნახე. რა ვიცი როგორ ჩანს კაცი, მაგრამ ძალიან წვნიანია. გასათვალისწინებელია, რომ არანაირი ბასტუმ არაფერი გავკეთებია, უბრალოდ მალი მოვაყარეთ რა და მე როგორც მე როგორც ვიცი, კარგი მწვადი ეგრე კეთდება რა, ყოველგვარი ბასტუმების და რაღაცების გარეშე რა. კარგად ვერ შევაფასე გიგი ახლა ეს ყველაფერი რაღის წვადი რესტორანში 20 ლარი მინიმუმ. დაახლოებით ხო, ერთი პორციაა და არის ეჩამბურზე 5 ცალი, ჰა? კაი 20 ლარი ხო გის? კი. ეს წვადი ჩემი აზრით 40 ნაღიდეს ჩვეულებრივ. 40 ცოტაა. მაშინ 120. ყველანაირი ბურგერი ჯობია. მაგრამ ჩემი აზრით წვადს მაინც ხინკალი ჯობია. ბურგერს და ჯანკფუდს. რატო ეხ მაგალითად წვადს ყავს თავის მოყვარული? ოდესმე ალბათ შეიძლება შემოგთავაზოთ ხინკლის გაგება. ოდესმე ძალიან შორეული პერსპექტივაა რა. ამ ვიდეოს დადებიდან ერთვის ჭრილში თუ ავალთ. 1500 გამოწერზე გავაკეთებთ ხინკალს სახში. გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ, რაღაცა ვიქენით. მიდი გამოიწერეთ არხი. დაგელოდებით. გამოიწერე? კაი, გავაგზავნოთ ახლა. 10 ბალიანი სისტემით შევაფასოთ და დავამშვიდობოთ. 10 ბალიანი სისტემით ვაფასებ 15 ქულით. მე ვერ დაგეთახმები, მე 16-ს დავუწერ. 16? 16-ს დავუწერ. იყოს არჩენია, ჩემ 17. იყოს 17. იყოს 17 ქულა რა. ამ 17 გულიანი მწვადის ფონზე დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. გამოიწერეთ არხი. მოდი, გაცივდა.